გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ბაჩო რამიშვილი ვარ, ეს ჩემი YouTube გადაცემაა. აქ ნარჩენები არ არის პრობლემა, ეს რესურსია. ეს ქარხანა არა მხოლოდ ამცირებს დაბინძურებას, არამედ ქმნის ახალ პროდუქტს, ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ იმედებს, უფრო სუფთა მომავლისთვის. ეს უწყინარი ბოთლი, რომელიც შეიძლება თუნდაც ძალიან მარტივი წარმოსადგენი იყოს, რომ გადავაგდოთ დედამიწის ზედაპირზე. მან შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები წარმოშვას და არა ერთი მაგალითია ამის 400 და 500 წლამდეა სტატისტიკა იმის, რომ ეს ბოთლი, რომელიც ან ელემენტარული ნებისმიერი პლასმასი ვერ იხსნება დედამიწაზე. ამისთვის არსებობს უკვე ჩამოყალიბდა საქართველოში ახალი კომპანია, რომელსაც რა თქმა უნდა თქვენ გაჩვენებთ, რომელიც ამუშავებს და მისგან ძალიან ბევრ სასიკეთო პროდუქტს ქმნის. ეს რომ გამოყვებით და მეტი мотиваციის მსვლელობისას თქვენ ნახავთ ახალ სიახლეებს. ეს რომ დაგველოდეთ. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა და გვაინტერესებს თუ რა ტიპის წარმოება და როგორ იქნება თქვენთან ეს კონკრეტული ამ პროდუქციისგან რა იქნება საერთო ჯამში და რა ზღებულობთ ამ ყველაფრისგან. კეთილი, ძალიან სასიამოვნოა, მიხარია რომ გვეწვიეთ, გვესტუმრეთ, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენთან და შევეცდები გაგაცნოთ ჩვენი კომპანია პოლივიმი, რომელიც არის კომპანია, რომელიც აი ამისგან ქმნის ღირებულს და ფასეულ ეკომეგობრულ პროდუქციას, რასაც მე გზადაგზა თქვენ გაგაცნობ და გაჩვენებთ, ეს არის პლასტმასისა და პოლიმერული ნარჩენების გადამუშავება. ძალიან საინტერესო. რეციკლირება და კიდევ ამას ქვია ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა, ეკომეგობრული ეკონომიკა, როდესაც საქმე გვაქვს რასთან? უსარგებლო, უვარგისი პოლიმერული ნარჩენისგან, სამრეწველო ნარჩენი, საყოფაცხოვრებო ნარჩენი, აი ამ გადამუშავების პროცესების გავლის შემდგომ ღებულობთ ნედლეულს, რომელიც კვლავ ნედლეულია იმისთვის, რაც თავის დროზე ის იყო, რომ დამზადეს იგივე პლასმასის ნაკეთობა, საქონელი პროდუქცია, რაც თავის დროზე გამოვიდა მწყობრიდან და რისი რეციკლირებაც გახდა საჭირო. აქ არის ორი აუცილებელი ფაქტორი და მიმართულება რო აღინიშნოს. ეკოლოგიური ეფექტი და ეკონომიკური ეფექტი. ჩვენ გვაქვს რა ალტერნატივა? ამას თუ ჩვენ არ გადავამუშავებთ, ეს უნდა წავიდეს უკეთეს შემთხვევაში ნაგავსაყრელზე და უარეს შემთხვევაში ბუნებაში. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ბუნებაში როცა მოხდება პლასტმასი, ამის გახსნას ჭირდება, არ ვიცი, 500, 600, 700 შეიძლება მეტი წელიც, მაგრამ ეს ყველაფერი არის თეორიული გაზომვები, ხო, იმიტომ რომ ეხლა კაცობრიობამ რაც პლასტმასი გამოიგონა და რაც პოლიმერი შექმნა, ჯერ არ გასულა 500 წელი, ანუ ჩვენ არ გვინახავს რეალურად ბუნებაში ეს გახსნილი. ყველაფერი ეს არის თეორიული დაშვება. ამიტომ ალტერნატივა არის რა? რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს უნდა გადამუშავდეს. რომ არსებობს ბევრი მითი თუნდაც მიმართულებით, რომ რა თქმა უნდა პლასმასი საზიანო ორგანიზმისთვის, არსებობს მეორე მხარე, როდესაც პლასმასი სასარგებლოდ არა, მაგრამ თუმცა მავნე არ არის ადამიანისთვის. შესაბამისად არსებობს კეთილი და ბოროტი მხარეები. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ამას თქვენი წარმოების მსვლელობისას უფრო უკეთესად გაიგებს მეტი мотиваციის მაყურებელი. კიდე რა არის, იცი, აი რასაც ამბობ, აბსოლუტურად სწორად შენიშნავ, რომ პლასმასი შეიძლება კონდეს სასიკეთო და ბოროტი მხარეების და აი ამ ბოროტ მხარეებთან გამკლავება ხდება ზუსტად აქ, რომ მხოლოდ სასიკეთო დარჩეს. მხოლოდ ის დარჩეს, რაც მას აქვს სასიკეთო და სიკეთის მომტანი და რაც არის თავის ტკივილი, რაც არის დამაბინძურებელი ბუნებაში, ოკეანეებში, მდინარეებში, ზღვებში და ასე შემდგომ, ეს რო არ მოხდეს, ეს რეციკლირება არის ამის, ასე ვთქვათ, კურნალობის მეთოდი და გამოსავალი. უკან ეკონომიკაში აბრუნებ, აქედან ეკოლოგიური ნეგატიური ეფექტები შენ გამორიცხული გაქვს მაქსიმალურად, რაც მეტი მით უკეთესი და ეკონომიკაში დაბრუნებით, ნედლეულსაც ქმნი და თავიდან აკეთებ იმ პროდუქციას, რომ ხელახლა დაიბადოს, ხელახლა გამოიყენო ის სიკეთეები, რაც მას ბუნებრივად აქვს. ძალიან მაგარი. ესე რომ ეკონომიკის და ეკოლოგიის სინთეზია ჩვენს წარმოებაში. ყოველწლიურად სოფლიო ოკეანეში ხდება დაახლოებით 8 მილიონი ტონა პლასტმასი. ეს ნიშნავს, რომ ყოველი წუთის განმავლობაში მთელი სატვირთო მანქანა ნაგვით იღვრება ზღვაში. მაგრამ ეს ისტორია ამით არ მთავრდება. არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ყოველ დღე იბრძვიან ამ მოცემულობის შესამცირებლად. ჩვენ დღეს ვიმყოფებით ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც პლასტმასის გადამუშავებას ეძღვნება. ისინი აგროვებენ ასორტიმენტებს, გადაამუშავებენ იმ ბოთლებს, პარკებს და ყუთებს, რომლებიც დღეს სხვებისთვის უსარგებლო ნარჩენები ჰგონიათ. აი ახლა რასაც აქ ხედავთ მაგალითად, ესენი არის ნარჩენი სუპერმარკეტების ძირითადად, იმიტომ რომ ეს იყო თავის დროზე შეფუთვა ხილისთვის, კალათებია, ეს პოლიპროპილენის კალათებია. Ну, ამათ ხა ამოწურეს თავენ ზოგი გატყდა, ზოგი გამოვიდა, აი მაგალითად ეს უკვე აღარ არის, ხო? სრულად გატეხილი მდგომარეობა.
ამიტომ ამას ახლა გამოყენება აღარ იქნება წარმოებაში და ჩვენ მივიღებთ ამისგან რა, საიწეღარაც ნახეთ, შეგინდ გრანულას. იმ გრანულიდან ზუსტად იგივე ყალათი დამზადდება. ახალი brand new ჩვენი ერთა ძალიან მიხარია რომ საქართველოში კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო წარმოება და ძალიან ბევრმა დარწმუნებული ვარ არც იცის თქვენ შესახებ მე გულისხმობ იმ მოსახლეობას იმ ადამიანებს რომლებიც თუნდაც არ არიან ახლა მიმართულებით ჩართული თუმცა მე რა მაინტერესებს ის ადამიანები ჩვეულებრივ ადამიანებს გულისხმობ მოდი რამდენ აქტიურია ჩაბარება თქვენთან თუნდაც იმ ნარჩენების რომელი ნარჩენებიც მათ უგროვდებათ ხოლმე თუ ხდება ხოლმე ეს კი მოდიან აი ჩვენთან კართან მოდიან და ცდილობენ რომ ჩაგვაბარონ ძალიან სასიამოვნო არის რომ ბევრი ესეთი ფიზიკური პირი ინდივიდუალურ დონეზე და ნუ მცირე კომპანიების დიდი კომპანიების იჩენენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ამათ ჩვენ ვეძახით პასუხისმგებლიან ბიზნესებს ეხლა ესეც ამის კლასიკური მაგალითია იმიტომ რომ შეიძლება გადაეყარა პირობითად მაგრამ გამოიჩინა მიდგომა გაიაზრა პასუხისმგებლიანი აღმოჩნდა და მანამ სანამ კანონიც დაავალებს და მაგალითად ჯარიმას დაუწესებს რომ არიქა შენ ეს უნდა გააკეთო თავისი ნებით გაუსწრო დროს და ისურვა რომ დაუშვათ წასულიყო მისი ნარჩენი რეციკლირების ანუ ეს ტენდენციები დაწყებულია ეს ტენდენციები და აი რაც ახლა თქვენ მეკითხეთ მოსახლეობაზე ძალიან დიდია მათში სურვილი ჩვენ ამას ხედავთ ყოველ შემთხვევაში რომ აი საწავ გვირეკავენ რომ აი საწავიღოთ სად მოგიტანოთ ეხლა ჩვენ არა ვართ ესეთი კომპანია რომ დაუშვათ შეგროვების წერტილები გქონდეს ან ურნები გქონდეს ქალაქებში ამას მუნიციპალიტეტის პრეროგატივა ესე ვერც გავაკეთებთ ქაოსურად და წარმოიდგინეთ რომ ხალხი ითხოვს რომ აი მოგვეცით ინფრასტრუქტურა როგორ მოვიქცეთ ეს ხო მათ ხა უნდა გავაგებინო და აუხსნათ დაუშვათ ვის რა როლი აქვს აი ამ თლიან ციკლში გადანაწილებული რომ ვიღაცა გადამამუშავებელია ვიღაცა დაუშვათ ინფრასტრუქტურას აშენებს რომ იქ ჩააგდო ესა თუ ის ბოთლი ხალხი და მოსახლეობა ძალიან სასიამოვნო არის როდესაც ამას გავიაზრებ და დავინახავთ ხოლმე რომ ითხოვს ამ ინფრასტრუქტურას და არიან მზად რომ უფრო მეტად გამოავლინონ ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა რამდენად ეკოლოგიურად სუფთაა როდესაც ბავშვი ეხება თუნდაც სათამაშოს რომელიც წარმოქმნილია ერთდროს სადღაც გადაგდებული პლასმასის მიერ. მას შემდგომ რაც გაივლის სრულ ტექნოლოგიურ ციკლს, მერე უკვე ის რა თქმა უნდა უსაფრთხოა. ტექნოლოგია უნდა იყოს ისეთი რომელიც მაგის საშუალებას გაძლევს. რამდენად ხდება დღეს მისი კონტროლი მსოფლიო მასშტაბით? და უკეთესად გეცოდინება. კი, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევები, რომ ბევრი არის პირდაპირ არაკეთილსინდისერი ოპერატორი და შეიძლება ბევრი ეძახის თავის თავს, რომ არის პოლიმერების გადამამუშავებელი, მაგრამ სადღაც ერთს რო აკეთებს, 2, 5 და 10 სხვაგან აზიანებს. შეიძლება ტექნოლოგია არ კონდეს ისეთი ან გადამუშავების შედეგად აბინძურებდეს წყალს, ან კონდეს ემისიები, ანუ ერთი სიკეთის ნაცვლად დააზიანოს ანუ წარმოების ის შეცდომები, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას მე დიდ პრობლემას. ოლივიმში აქ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო თავის დროზე, რომ ყოფილიყო ტექნოლოგია იმ თამასის, რომ ერთი საქმის გაკეთების ხარჯზე არ გაფუჭებულიყო სხვა. ამიტომ აქ ყველაფერი გათვლილია თავის დროზე და ამაზე ფულია დახარჯული. რომ ყოფილიყო წყლის გაწმენდა, ყოფილიყო ცირკულარული ესე ვთქვათ წყლის ბრუნვა, ემისიების კონტროლი, ნარჩენების კონტროლი თვითონ ჩვენივე, რაც ძალიან მინიმუმზე არის დაყვანილი და თვითონ საბოლოო პროდუქციის ხარისხი. აი მაგალითად ეს მასალა არის აი აქ, აი მაგალითად აი ეს, აი ზუსტად ეს. ნახეთ, ეხლა კიდე არის ნედლეული. ამისგან შესაძლებელია ტექსტილის მიღება. ძალიან საინტერესოა. იმედი მაქვს, რომ თქვენ შემდგომ სტუმრობის დროს ჩვენ უკვე გვექნება ადგილზე აი ამ სინთეზური ბოჭკოს წარმოება. რა ძალიან განვითარდება საქართველოში ეს მიმართულება და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა რაც დამებადა ბექა ის არის რომ რამდენად მარტივად მოიპოვება ის პროდუქცია რომელსაც თქვენაც ნარჩენებს გულისხმობ საქართველოში და რამდენად რთულია თქო რამდენად მარტივია შევეჭიდოთ იმ საქმეს რომ დღეს მოიძიოთ ამდენი უამრავი ნარჩენი ადვილად ალბათ არაფერი არ გამოდის ცხოვრებაში მაგრამ პრობლემური არის, დეფიციტური არის და ჩვენ ამ ხრივ გამოწვევა ძალიან დიდი გვაქვს. ეს რას ნიშნავს? ბუნებაში ეს ნარჩენი არსებობს საკმარისზე მეტი. ნაგავსაყრელზე ესეც უკეთეს შემთხვევაში ნაგავსაყრელზე. ქუჩაში, ბუნებაში, ტყეებში, პარკებში და ნუ ასე შემდეგ. ძალიან ბევრია ეს სტატისტიკა, მათ შორის ცნობილია, დათვლილია, გაზომილია არაერთი კვლევის შედეგად და ჩვენ ვიცით რა რაოდენობა არსებობს ნარჩენის სახით, მაგრამ ეს ერთი მხრივ აქ ვიცით რომ არის ნარჩენი, მეორე მხრივ ჩვენ ვართ გადამამუშავებელი, მაგრამ სამწუხაროდ რა არის იცით პრობლემა? ეს ნარჩენი ვერ მოდის გადამამუშავებლამდე სრულად. მე აქვე გეტყვით რომ 30% გვაქვს დაახლოებით ჩვენ ათვისება, დაკავებულობა, ესე ვთქვათ, მანქანა დანადგარების წარმადობა მხოლოდ 30%-ია. რა უშლის ხელს? ბევრი რამ უშლის, მაგრამ გამოვყოფ რამდენიმე ყველაზე მსხვილს და მთავარს. ნარჩენების მართვა ზოგადად, შეგროვება ნარჩენების სეპარირებული.
ჩვენ ვიცით რომ იმ ქვეყნებში სადაც არის მაღალი ესე ვთქვათ პროცენტი ათვისების ამისა და გადამუშავების ამ ნარჩენების იქ თითქმის ყველგან არის სეპარებული შეგროვება ნარჩენების და მიმართულება თავიდანვე ეძლევა ნარჩენს ეს ერთი საქართველოშიც დაიწყო ხო ეს ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კარგი შემთხვევა საპილოტო შემთხვევები გვაქვს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და აქვე ვიტყვი რომ ჩვენ თვითონაც ახლა მიუხედავთ იმისა რომ გადამამუშავებლები ვარ და ჩვენ არა ვართ ეს ლოგისტიკის კომპანია და შეგროვების კომპანია მაინც ამ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში არაერთი კამპანია გვქონდა და გვაქვს ზოგი დავხურეთ ახალი დავიწყეთ იმიტომ რომ სულცნობთ რომ ვიყოთ დროში ესე ვთქვათ ფეხი აუწყოთ ამას და ვცდილობთ რომ რაღაცა ცნობიერება ავამაღლოთ რამდენიმე ურნა სხვადასხვა ადგილზე მაგალითად რუსთავში სხვადასხვა პარტნიორ კომპანიასთან ერთად განვათავსოთ იქ რაღაცა ჩავატაროთ გასაგანმანათლებლო რაღაც შეხვედრების სესიები რომ აი იყოს ეს გააზრება პირველ რიგში ეს გააზრებით უნდა დაიწყოს რომ ეს არ არის ნაგავი არის ნარჩენი არის ნედლეული ზურნალ გარემოზე ღებულობ ეკონომიკურ ეფექტს აქ არის დასაქმება ხო რამდენი ადამიანია დაახლოებით 40-50 ადამიანია ჩვენთან დასაქმებული და შემოსავლის წყაროა რა თქმა უნდა ზუსტად ამიტომ არის დაფუძნებული ეს არხი და ეს გადაცემა რომ ჩაერთოს თუნდაც ქვეყნის იმ ეკონომიურ თუ ეკოლოგიურ თუ იმ მიმართულებაში რომ საქართველოში ვაჩვენოთ ადამიანებს თუნდაც როგორ შეიძლება ძალიან მარტივად კეთდებოდეს ის ყველაფერი არა მარტო ერთი კონკრეტული ადამიანის ბიზნესისთვის არამედ ეს ყველაფერი კეთდებოდეს ქვეყნის განვითარებისთვის და თუნდაც ის ცნობიერების ამაღლება რომ აი ქუჩაში რომ ადამიანები ყრიან ნაგავს ეგრეთ წოდებულ ნაგავს რომელზეც ჩვენ დარჩენს ვეძახით საბოლოო ჯამში რასაც აგვღებულობთ ეს ყველაფერი საერთო ჯამში ხმარდება და ძალიან დიდ მასშტაბებზე გადის თუნდაც იმისთვის რომ ეს ყველაფერი ისევ დაუბრუნდეს რა თქმა უნდა სამყაროს აბსოლუტურად კარგი გაგები დაუბრუნდეს და არა იმ გაგებით რომელსაც მე ჩვენ ქუჩაში ყვეთ ხოლმე აბსოლუტურად სწორად შენიშნავ ბაჩო და მე ერთს ვიტყვი ხოლმე ყოველთვის ამას ვიშველიებ რომ ნარჩენების მართვა ის თუ რამდენად მოწესრიგებული არის ნარჩენების მართვა გადამუშავება რეციკლება ამა თუ იმ ქვეყანაში პირდაპირ ინდიკატორია მაჩვენებელია ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების დონის ზუსტადაც ნახეთ აი ვერ ვნახავთ ჩვენ ბუნებაში და სადაზგნებავთ ევროპაში თუ სხვაგან ქვეყანას რომელსაც ვეძახით რომ არის განვითარებული ქვეყანა და იმას აქვს ქაოსური და მოუწესრიგებელი ნარჩენების მართვა. ესეთი რამე არ ხდება. ნარჩენების მართვა სადაც არის მოწესრიგებული და სადაც გააზრებულია რომ ეს არ არის ნაგავი, არამედ ეს არის პრობლემა გარემოსთვის და პოტენციალი ეკონომიკისთვის, სადაც ეს გაიაზრეს ზოგმა ადრე, ზოგმა გვიან, ზოგი ახლა გადის ამ გზას, ზოგმა წლების წინ გაიარა, იქ ყველგან მიაღწიეს წარმატებას და იქ ყველგან შეძლეს რომ ეს პოტენციალი გადაექციათ პრაქტიკულ სიკეთეთ. ძალიან კარგი. ჩვენ გავდივართ ახლა ამ გზას. ერთი კითხვა გვაქვს 2018 წლის შემდეგ რამდენად შეიცვალა ეს ტენდენცია და როგორ არის დღეს მიდგომები, რამდენად გამარტივდა თუნდაც ამ ნარჩენების მოპოვება. ანუ თქვენ დარწმუნებული ვარ ხა ქართულ ბაზარზე საკმაოდ ცნობილი ხარ თუნდაც იმ კუთხით რომ ამდენ უამრავ რამის გადამუშავებას აკეთებ და მე მის ექსპორტს აკეთებ. შესაბამისად თქვენი ჩართულობა ძალიან დიდი იქნებოდა თუნდაც იმაში რომ ამაღლებულიყო ეს ქვეცნობიერება. ნამდვილად ეგრეა, აბსოლუტურად ეგრეა. და მე თუ მინდა დაუშვათ შედარება გავაკეთო დღევანდელს და 5-6-7 წლის წინანდელ მდგომარეობას შორის, რა თქმა უნდა, რადიკალურად სხვაგან ვართ. შეიძლება მე ვისურვებდი რომ მეტად მაღალი სიჩქარეები გქონდეს აღებული და შეიძლება უკეთესი იქნებოდეს მაგრამ ანუ ხო რაც არის რეალობა მოდი იქიდან გამოვიდეთ რომ დღევანდელი სურათი გაცილებით უკეთესია ვიდრე იყო ეს წლების წინ. ამაში ნუ არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი რომ ჩვენი წვლილი ძალიან დიდია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ და ეს ჩვენთვის უთქვამთ კიდეც რომ პოლივიმი გამხდარა мотиваცია მართლაც ბევრი კომპანიისთვის, რომელიც აი ამ დროთა განმავლობაში შეიქმნა და გააკეთეს ესეთი რაღაც ბიზნეს მოდელი, რომ სადღაც ეგულებოდათ რაღაცა კომპაქტურად ნარჩენი, მივიდნენ რაღაცა სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა გაუწიეს, რომ მოსულიყო ჩვენამდე, ამაში ეკონომიკურ სარგებელიც ნახეს, იმიტომ რომ ღირებულია, ყველაფერს აქვს თავისი ფასი. და მე უკვე ჩვენთან ეს გაჩნდა აქ გადამამუშავებელი, ვისთანაც ამის მიტანა შეიძლება თანხაში გადათარგმნა და თან მე უკვე ეს პროცესები რო წასულიყო. ამიტომ მართლაც პოლივიმი იყო ერთგვარი წამახალისებელი мотиваტორი ბევრისთვის და ჯერ კიდე ბევრი ალბათ ამის მერეც ამ იგივე мотиваციას დაინახავს, რომ აი ჩაბმული იყოს რეციკლირების, აი ამ ცირკულარ ეკონომიკის, ეკომეგობრული ეკონომიკის, აი ამ სასიკეთო საქმის რაღაც საერთო სურათის შენებაში რა. ძალიან საინტერესო და მინდა რომ კიდევ უფრო მეტ სიღრმეში შევიდეთ და დაგვათვალიერებინოთ თქვენი წარმოება.
მეტი პლუს ჯგუფში არის უნიკალური სიახლე ის რომ მეტალოპლასმასის სკაფანჯარა მივიღეთ რა თქმა უნდა რომელიც ზედაპირი თავიდან ბოლომდე ალუმინის გავს. ეს გახლავთ ახალი პროდუქცია რომელიც გახლავთ შავი ფერის არის ალუმინის ზედაპირი შეგიძლიათ ნახოთ. ეს მოგცემთ იმას რომ ვიზუალიზაცია მოიზოლაცია ერთად და რა თქმა უნდა ფასი. თქვენ თუ მაგავს იმის საშუალება რომ მთლიანი სახლი გააკეთოთ ალუმინის სკაფანჯერით თქვენ უკვე შეგიძლიათ ნაწილობრივ ჩაანაცვლოთ მეტალოპლასმასი. ეს იმას ნიშნავს რომ თქვენი ბიუჯეტი განახევრდება და ჩვენ შოურუმში რომელიც დიღომში როსტევანის 11 ნომერშია შეგიძლიათ მოგზავნეთ და ყველაფერს გაეცნოთ თქვენი თვალით. ვიყოფებით კომპანია პოლივინი, რომელიც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან რამეს რაც ეკოლოგიისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის ის ნარჩენები, რომელსაც ჩვენ ხვდებით ქალაქში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შესაბამისად მისი გადამუშავება ხდება სწორედ აქ. და შესაბამისად თქვენ ნახავთ, თუ როგორ შეიძლება ნარჩენებისგან წარმოიშვას ის მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც ეს კომპანია გვთავაზობს. აქ იწყება მსხრევა ხდება, ეს არის სამსხვრეველი, აქ პირველი არის საიდან იწყება ყველაფერი. აქ მიმდინარეობს რეცხვის პროცესი. რომ დამაბინძურებლებისგან საერთოდ გაირეცხოთ. ესეთი არის სამი აუზი. პირველი, მეორე და მესამე. ანუ აუზთან ვაყურებთ, პირველი იყო, როდესაც ნარჩენები იყრებოდა, შემდგომში ხდება მისი უკვე გარეცხვა, გასუფთავება და ეხლა მივდივართ რომ ნახოთ მესამე ეტაპი. ეს არის მესამე ეტაპი. სამ აუზში ირეცხება. 1, 2 და 3. ხდება უკვე გრანულირება, სადაც ღებულობთ გამხვალ მდგომარეობაში. ანუ დნება. ამას უკვე დნობის პროცესი. დნობის პროცესი. დნობისა და გრანულირების პროცესი. აი როგორ მიდის, ნახეში მიდის, როგორც ხორცის საკები მანქანა, ეგრე მიდის. და იქიდან გამოდის მე როგორც ფარში. ერთი უნიშნულოვანი კითხვა მინდა დავსვა, რა ჯილდოები აქვს აღებული მდგრადი განვითარების მიზნებში თქვენს კომპანიას? იხილეთ ჯილდოები თუ შეიძლება. ეს არის ჩვენი აღიარება, რაც ძალიან საამაყო არის. სხვადასხვა წლები გვაქვს ჩვენ აქ 2022-2024 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, როგორიც არის მე-11 მიზანი, მე-12 მიზანი, ერთი ითვალისწინებს მდგრად წარმოებასა და მოხმარებას, მეორე ითვალისწინებს სუფთა გარემოს შექმნასა და ქალაქებისა და დასახლებებზე ზრუნვას. ეს ჩვენი აღიარება არის. ანუ ჩვენ რასაც ვიხვწვით, რასაც ისიც გვჯერა, რა ბიზნეს მოდელიც გვაქვს, როგორც ესე ვთქვათ, მისია, ხედვა და ესე ვთქვათ, ფილოსოფია კომპანიის რაც არის, გვახარებს რომ ეს შემჩნეული იქნა და აღიარება ძალიან კარგი ეს არის თქო და мотиваცია უფრო მეტი ის რომ ჯილდოება მელიორას ჯილდო არის რომელიც ჩვენ გადმოგვეცა ასევე 2022 წელია თუ არ მეშლება ან 2023 მწვანე мотиваცია აი მწვანე ინიციატივა мотиваცია მეტი мотиваცია და მწვანე ინიციატივა კი ნამდვილად ესია ამიტომ ეს არის мотиваტორი ნამდვილად мотиваტორი წამახალისებელი იმიტომ რომ შენ როდესაც რაღაცას აკეთებ და ამას ამჩნევს ის ვინც შენთვის ღირებულია რომ ეს შეამჩნიოს გაძლევს კიდევ უფრო მეტ мотиваციას რა თქმა უნდა და ბოლოს მინდა ერთი კითხვა დავსვათ თუ შეიძლება და ჩვენი გადაცემის ბოლომსვლელობისას ყოველთვის ჩვენ გვაქვს ესეთი წამოწყება მეტი мотиваციას დაუბრუნდი საქართველოს, რომელსაც მიმართავთ ხოლმე ჩვენს ემიგრანტებს და თითოეულ ვაკანსიას ვცდილობთ ხოლმე თითოეულ კომპანიას შევთავაზოთ, რომ ერთი ვაკანსია დადოს თუნდაც იმ მიმართულებით, რომ ის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც თქვენს კომპანიასაც თქო და გამოადგება და შეიძლება ესეთი ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს და მას საქართველოში დაბრუნება ძალიან სურდეს, მისთვის იყოს ერთ-ერთი კიდევ დიდი мотиваცია, რომ თავის ქვეყანას დაუბრუნდეს და რა თქმა უნდა გამეხარდება თუ შემოუერთდებით ამ წამოწყებას და თქვენ კომპანიაშიც გაჩნდება ერთი პატარა ვაკანსია და საქართველოში კიდევ დავაბრუნებთ ერთად. ძალიან საინტერესო წამოწყება. მადლობა ამაზე ფიქრისთვის თავის დროზე და ეს რომ დაგიწყიათ თქვენ და ამაზე გიზრუნიათ ახლა ამას რასაც ხედავ. ჩვენც გავითვალისწინებთ და შევეცდებით რომ აგიბათ მხარი ამაში, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ჭირდება. ეს რადგან საქვეყნო საქმეა, საქვეყნო საქმეები ერთად უნდა შეგროვდეს, რომ გამოვიდეს დიდი საქვეყნო. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. წარმატებები. ასევე, მადლობთ.